შუახევის სატესტო ოპერება შესვლა კი უკვე დღეებს ითვლის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. შესაბამისად, განსაკუთრებით დიდია ინტერესი ენგურის შემდგომ სიდიდით მეორე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ენერგოპროექტის მიმართ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ პროექტმა ყველა ტექნიკური გამოწვევა წარმატებით გადალახა და 2020 წელს 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესი ენერგოსისტემას სრული დატვირთვით შეუერთდება. კარგი, გარდა იმისა, რომ შუახევი ჰესი ქვეყნის უმსხვილესი ენერგოპროექტი და აქტივია, მისი მნიშვნელობა ცალსახად გამორჩეულია ქართული ენერგოსისტემისთვის, შუახევის და მთლიანად ეს პროექტი კვლავ ლიდერად რჩება ენერგოსექტორში, სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობით კუთხით უკვე არის დახარჯული 8 მილიონი ლარი და ყველა პროექტის მთავარი მიზანი, რაც კი პროექტის ფარგლებში განხორციელებულა, სწორედ რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზე იყო ორიენტირებული, რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე სოციალური პროექტების მთავარ მიმართულებებად განისაზღვრა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სწორედ განათლების ხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. პროექტს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ, ყველა IFI არის ამ პროექტში ჩართული და შესაბამისად სოციალური პროექტების მათი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. იმავდროულად შუახევი ჰესის პროექტი თავად პირადად ჩემთვისაც წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს სამართლიანი კომპენსაციების გაცემის კუთხით და მათ ასევე შექმნეს ენერგოსექტორში ფაქტობრივად პირველი პრეცედენტი, როცა მიწის მფლობელმა და მიწის მოსარგებლემ ერთნაირი კომპენსაცია მიიღეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი თემა, რაზეც სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვიეთ ინჟინერი გიორგი ლაკირბაია და სოციალური დირექტორი ზვიად დიასამიძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონებო. მადლობა. ნაწილი თქვენი სასაუბროსი წაგართვით. მაგალითად დავიწყოთ პროექტის თემით. ბატონ გიორგი, რა ეტაპზეა დღეს შუახევის ეს პროექტი 2020 წლიდან ველოდებით ვის ამუშავებს, მაგრამ ახლა რა მდგომარეობა არის? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე შევდივართ ოპერირებაში, მომავალი კვირიდან უკვე ვიწყებთ გვირაბების შევსებას. ეს არის კასკადური სისტემის ჰესი პირველ რიგში საკმაოდ საინტერესო ინჟინერული გადაწყვეტილებით, რომელიც შედგება 3 კაშხლისგან და 3 გვირაბისგან, რომელიც საერთო სიგრძე არის თითქმის 38 კილომეტრი. მომავალი კვირიდან ვიწყებთ ეტაპობრივ შევსებას და სატესტო რეჟიმის დაწყებას. ასე რომ გაზაფხულისთვის უკვე ვიქნებით სრულად ოპერირებაში ჩართულები. რა ეტაპზე არის ამ კუთხით ის, რაც გამოგარჩევთ ყველასგან, კომუნიცირება მოსახლეობასთან ამ ოპერირების თემაზე და უკვე ბოლო დეტალებზე რამდენად არიან მათ შორის ცხადი ადგილობრივების საქმის კურსში. კი ბატონო, ამ სატესტო ოპერირებაში შესვლასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრების ჩატარება. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ხვდებით, ვაცნობთ მათ ჩვენს გეგმებს და უხსნით რა და როგორ იქნება, თუმცა ამაზე მეგონი ჩვენი სოციალური დირექტორი ზვიად დიასამიძე უფრო დეტალურად მოგიყვებათ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ხომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებაზე, როდესაც ასეთი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება და ასეთ მსხვილი მასშტაბების პროექტზე და განსაკუთრებით ჰესებთან დაკავშირებით სენსიტიურები ვართ ხოლმე ქართველები. დღეს კომუნიკაციის რა ეტაპზე ხართ თქვენ მოსახლეობასთან? აღინიშნა ყველა ის ეტაპი გიორგის მიმოხილვაში პრინციპში რაც იყო, როგორც ხდებოდა თამშობა, მაგრამ დღეს რა ხდება თქვენსა და ადგილობრივ მოსახლეობაში? გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევით მოსახლეობის მაყურებელს. თქვენ თქვით კიდევაც რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაცია და აქ აღნიშნა კიდევაც თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მართლაც საინტერესო გამოწვევა იყო ზემოაჭარაში ამ პროექტის განხორციელება ამ მხრივ და ვფიქრობ ჩვენს წარმატებით განახორციელებთ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? აქ რამოდენიმე ეტაპია მნიშვნელოვანი. პირველი, ჩვენ რაც შეიძლება ადრე დავიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, მათთვის ახსნა თუ რა პროექტი იყო. ფაქტიურად ეს ყველაფერი საჯარო შეხვედრები, რომელიც ჩართული იყო, ასე რა თქმა უნდა, რასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თემის ხელმძღვანელები, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. რომ ადრეულ ეტაპთან დაწყებასთან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ რეგულარულად გავაკეთებინებინა ეს ყველაფერი. რაც ასევე მოახერხეთ, როდესაც ჩვენ გავხსენით საინფორმაციო ცენტრები ორივე მუნიციპალიტეტში. ეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რადგან ეს ინოვაციური ინსტიტუტი იყო, სხვადასხვა პირველი, კვლავ თქვენ ახსენეთ გიორგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების მნიშვნელობა და მე ვფიქრობ, რომ
ამ მხრივ შუახევი ხესი მართლაც გამორჩეულია, ეს უნიკალური პროექტია, იმ მხრივ რომ ჩვენ მათი რეკომენდაციები მივიღეთ, მათი რეკომენდაციები შევეცადეთ, გაგვეხოცებათ, აგვეხსნა მოსახლეობისათვის და ადგილობრივებისათვის. ანუ საინფორმაციო ცენტრებში ისინი გაეხსნა ორი მუნიციპალიტეტი, როგორც გითხარით, რეით მუშაობდა ყოველდღიურად ფაქტიურად და ადგილობრივებთან ერთად დავაკავშირეთ ჩვენი გუნდი. ანუ ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას მათთვის გასაგებენად. ეს არის მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი. იმიტომ რომ პროექტი ტექნიკურად გიორგი მახსენა საკმაოდ რთულია ჩემთვისაც. თუ მე არ ვარ ტექნიკოსი, თუმცა ის ჩვენ შევეცადეთ, რომ აი ადგილობრივების დახმარებით, ქართველი ინჟინერების დახმარებით და ამ ხრივ მართლა ძალიან მაგარი თავმოგვესდება, რომელსაც დიდი გამოსვლობა მიიღო შუახევ ხესში, ჩვენ მოვახერხეთ მოსახლეობას ნურთიერებას. სწორედ აი აქ დაიბადა იგივე იდეები, როგორ გავიკეთებინათ ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები, ხო? ხო და თუ თქვენ ამას ვერ გააკეთეთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამდენი თანხაც უნდა დახარჯოთ, არ იქნება ეს წარმატებული, ცხადია. და აქ ჩვენ ასევე რა თქმა უნდა მივიღეთ არა მარტო მოსახლეობის რეკომენდაციები, არამედ აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების გონებრივია მათ ჩართულობა მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა საფინანსო საერთაშორისო ინსტიტუტები. სამიმართლება ახსენეთ თქვენ, ანა გიორგი, ეს არის განათლება მნიშვნელოვანია. ცალსახად სტიპენდიები და მე ძალიან მიხარია რომ ეს არის პირველი ხესი რომელმაც სტიპენდიები დანერგა და ზემოაჭარაში და ეს მნიშვნელოვანი ყველა ვიყავთ სტუდენტები და ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ხო და მეორე ის მნიშვნელოვანი მიმართულება არის თემების განხორციელება სწორედ აი აქ აი მოსახლეობასთან შეხვედრებთან ერთად დაიბადა ის იდეები რა უნდა გავუკეთებინათ და მათი იდეები იყო ჩვენ გვიდა ინიციატივების ხარდაჭერა აქ სწორედ ეს მცირე გრანტები რომელიც ჩაერთო რა თქმა უნდა თავისთავად და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი ცხადია არის ინფრასტრუქტურა იმიტომ რომ ელემენტარულად იგი იქნება ის შეკეთება თუ იქნება რაღაც სხვა პატარა პროექტების აკეთება, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილობრივი თემებისათვის ეს ყველაფერი უნდა შედგეს ერთ პაკეტად. და თქვენ ახსენეთ ასევე მიწის რეფორმა, მიწის შესყიდვის პროცედურა, მე ვფიქრობ ეს შუახევი ხესი ამ ხრივ მართლაც პირველი ინვესტორია, რომელმაც დანერგა მნიშვნელოვანი საინტერესო პრაქტიკა, როდესაც ჩვენ არ გავყევით არანაირად მოსარგებლობა და მესაკუთრე. და გარდა ამას დავამატებ, გიორგი, ჩვენ დამოუკიდებელი ავტორული კომპანია ავიყვანეთ, რომელმაც გარდა ყველაზე საუკეთესო, ყველაზე დიდი ფასი მუნიციპალიტეტში, თლიან ზემოდაჭარაში, ამას პლუს დაემატა 10%. მე ვფიქრობ ეს სამართლიანი პროცედურა იყო ამ ხრივ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევეცადეთ, რომ ნაკლებად გამოგვიყენებინა სასოფლო-სამეურნეო მიწები. იმიტომ რომ ზემოდაჭარა მცირე მიწიანია და ხალხი ძალიან ძლიერ მუშაობს ამისათვის. ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ ამ ხრივ. ახსენა ზვიადმა და ჩემი კითხვა არის ამ შემთხვევაში უკვე გიორგი ვაკირბაიასთან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რომელიც ამჯერზე ვეღარ ჩავატიე ჩემს შესავალში იყო ქართველი ინჟინერების თემა რომლებიც ფაქტიურად იყვნენ იმ გუნდის ნაწილი და მიიღეს არ ვიცი ალბათ ყველაზე ფასდაუდებელი გამოცდილება პროექტის მესვეურებით ამ ფინანსებლები ვინ წარმოადგენდნენ ამ პროექტს დღეპირველიდან აცხადებდნენ რომ საბოლოო ჯამში ეს პროექტი იქნება ქართველი ინჟინერების სამართავი და დაახლოებით 90%-მდე საინჟინრო კორპუსისა სწორედ ქართველი ინჟინერებით იქნება დაკომპლექტებული. ეს ყველაფერს ამას შარავანდი და 1000-ზე მეტი დასაქმებული მთლიანად. გიორგი, რაც პროექტს ახლავს. კი ბატონო. პროექტში აი ხა ამ წუთას არის დასაქმებული 50-მდე ადამიანი იქნება, ინჟინერი იქნება დასაქმებული ოპერირების პროცესში. აქედან 90% აბსოლუტური უმრავლესობა არის ქართველი სპეციალისტებით დაკომპლექტებული. მათგან საკმაოდ დიდი რაოდენობის სპეციალისტები არიან, რომლებიც პროექტს მოსდევენ დღიდან დაწყების ამ მშენებლობის პროცესში იყვნენ ჩართულები და უკვე პროექტიდან გადადიან ოპერირებაში. აქვე ყავს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი კადრები ყავს აყვანილი მშენებლობის პროცესში და დატრეინინგებული და გაწვნილი და დღეს უკვე ოპერატორებად მუშაობენ ეს ბიჭები და ასევე ვაგრძელებთ ამ პროექტს. კიდე ავიყვანეთ, ეხლა გვყავს დამატებით აგვყავს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც არ არიან ინჟინერები, არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, მაგრამ ჩვენ მათ ვიყვანთ ადგილზე როგორც on job trainings უტარებენ უკვე ჩვენი უკვე მომზადებული ოპერატორები და ესენი ხდებიან ჩვენი გუნდის წევრები. ასე რომ ოპერირება ეს მართლაც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ საქართველოში კიდევ ერთ სტანდარტი ინერგება, რომ უცხოური ინვესტიციით გაკეთებულ ჰესზე ოპერირება მთლიანად იქნება ქართული ინჟინერებისგან წარმოებული. ამ ეტაპზე არის 90% არის გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად ქართულ მმართველობაზე უნდა მათ შორის ამ საოპერაციო სამუშაოებში ადგილობრივების გრძელვადიანად იქნებიან დასაქმებულებიან. ეს ხალხი ვიზეც ლაპარაკობდი რომ აყვანილ ყავს უკვე და
ოპერატორებად მუშაობენ ჩვენთან რამოდენიმე ბიჭი, კიდევ ვიყვანთ ამათ, ესენი არიან ყველა გრძელვადიანი პერსპექტივით, ანუ მუდმივად იქნებიან დასაქმებული ჰესზე მთელი მისი ჰესის არსებობის პერიოდში. თქვენ ახსენეთ 1000-მდე ადგილობრივი ვინც დასაქმებული იყო, ვინც მუშაობდა. იცი რა, მნიშვნელოვანი მომენტი რაც მე ვფიქრობ აღსანიშნავია ამ პროექტის და ჩვენ ძალიან ვამაყობთ არის რომ ჩვენ ვიდრე დავიწყებთ მშენებლობას დაახლოებით 7-3 ამდიანი დავატრენინგეთ. ახალი ტალღა ახსენეთ თქვენ პროცესები რომელიც ჩართულია პროფესიონალის გადამზადების ცენტრი კობულეთში და ეს იყო საინტერესო რაღაც ადგილობრივი და ჩვენთვისაც სხვადასხვა. და აქაც იგივე საერთაშორისო საფინანსო ბანკების რეკომენდაციები იყო 700-მდე ადამიანი გადამზადდა და ეს ამ ხალხმა მიიღო გამოცდილება როგორც არის დურგალი, როგორც არის ელექტრომექანიკოსი, ანუ სამოთხთვიანი კურსები. რაც მათ დაეხმარათ შემდგომ სამუშაოს პოვნა, როცა ჩვენ გაუგზავნეთ ეს რეკომენდაციები აი ჩვენ დატანებულში, ჩვენს კონტრაქტორ კომპანიას. ეს მათთვისაც ასევე მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი ტრადიციაა. ალბათ ყველაზე მთავარი. ეხლა ჩვენ როცა დასრულდა სამუშაოები, ჩვენ კვლავ შევთავაზეთ მათ გადამზადების კურსები, იმიტომ კი შეიძლება შენ კარგი დურგალი იყო, მაგრამ შენ როცა დაგიმთავრდა სამუშაო ელემენტალ, შენ უნდა ქონდეს ალტერნატივა. შეიძლება რა ვიცი, შეიძლება რაღაც სხვა საბუღალტრო კურსები გაიგო, შეიძლება რაღაც ენაზე დატრენინგ. ნებისმიერ ჩვენ მათთან ჩავატარეთ, ერთ გამოკითხვა ჩვენ მუშაობს ყოველთვიურად ხდებით, მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი ინფორმაციის მიღება და შემდგომ ჩვენ ახლა ვაპირებთ უკვე დავიწყეთ, ეს კვლავ ახალი ტალღა, ბლექსი არის თორსტები შუახევში, მათთან ერთად შევთავაზოთ სამორთვიანი გადასტრუქტურული კომპანია. არა, ეს არის კოლეჯი თუ არ და ჩვენ ვცდილობთ მათ შევთავაზოთ აი სამთვიანი, ორთვიანი, ერთთვიანი გადასტრუქტურული კურსები, რაც მათ დაეხმარებათ. კვლავ ახალი სამუშაოს პოვნაში. შენ დაკარგი აქვს სამუშაო, დაასრულე სამუშაო, იმუშავე ძალიან კარგად, მაგრამ გაქვს შანსი იქნებ, რომ კვლავ მომზადებული შეხვდე ბაზარს და იცით რომ გოდერძე უამრავი სასწავლო შედება, რატომაც არა, რო თქვათ ელემენტარულად იქ დაიწყო. რატომაც არა, იგივე მშენებლობაზეა. მე ვიტყვი ეს მნიშვნელოვანია, იცით მე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს აძლევს ადგილობრივებს ჩვენ ყველას იმის საშუალებას, რომ ჩვენ მომზადებული შეხვდეთ ახალ გამოწვევას. გამოარჩევთ თუ არა ზვიად თქვენ ეს არის ჩემი პირველი კითხვა იმ სოციალური პროექტებიდან, რომელზეც მე განსაკუთრებით ასევე მიყვარს შუახევთან დაკავშირებით საუბარი, რომელიმეს, აი პირადად, აი ვიცი რომ რთული არჩევანის წინაშე დაგაყენეთ ახლა შედარებით, მაგრამ მაინც აი რომელიც გამოიწვია. კი, იმიტომ რომ ერთი რამ არის რომ პირველ რიგად მე ვფიქრობ რომ განათლება მნიშვნელოვანი იყო ცალსახად და მე მახსოვს რომ ჩვენ როცა მივიღეთ განათლება ამ პროექტში ახალგაზრდების საფინანსებლად ჩვენ ყველა ზავავყობით ამის ეს ერთი. თქვენ ახსენეთ ახალგაზრდა ინჟინრები და გაწონეთ რომ ძალიან მაგარი ინჟინრები ყავს. მე ახლა არა ვარ ტექნიკოსი, მაგრამ მართლაც მინდა გითხრათ რომ ის პრაქტიკა რაც მათ მიიღეს, ეს ტექნიკური უნივერსიტეტი ვიყავით სხვადასხვა ჩვენ კონტაქტში, ზაფხულში რამოდენიმე თვით მათ დაეხმარათ კვლავ იგივე რომ გამოცდილება მიიღოთ და დაიწყოთ მუშაობა. და ბოლოს თუ ფავორიტი არის საუბარი, ჩემი პირად ფავორიტი არის ალპური ბაღი გოდერძე, ულამაზესი, ძალიან საინტერესო იდეა, რომელიც დაიწყო ბათუმის ბოტანიკურ ბაღმა და რომელსაც ჩვენ შევუერთდით და ჩვენ ვამაყობთ რომ ჩვენ ერთ-ერთი კომპანია ვართ Mercy Group-თან ერთად ასევე, ვინც დააფინანსა ეს პროექტი, რომელსაც ასევე ადგილობრივები ხელმძღვანელობენ, ადგილობრივებისთვის არის გაკეთებული, ეკოლოგიური განათლებისათვის მნიშვნელოვანი იქნება და ულამაზესი ადგილას არის გოდერძე 2020-ში უკვე აპირებენ გახსნას და რაც ყველაზე მთავარია ხელშეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას რეგიონის. ეს იყო ასევე ის იდეა, რაც ჩვენ აქ ჩავდებით. კიდევ ბევრი სიტყვები, მაგრამ ეს ის სამი, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, საუბარს მით უმეტეს ყველაფერი მიჯნაზეა საიმისოდ, როგორც გიორგი ვაკებაიამ გითხრა, რომ შემდეგ კვირაში უკვე დაიწყება. შემდეგ კვირიდან ვიწყებთ. გვირაბების შევსება, წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაში, ძალიან მნიშვნელოვან პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობასთან არის პირდაპირ კავშირში. შუახევი ჰესთან დაკავშირებით საუბრობდით კომპანია აჭარის წყალი ჯორჯიას ინჟინერთან გიორგი ვაკირბაიასთან და ზვიად დიასამიძე ჩვენთან ერთად იყო, რომელიც ამ კომპანიის სოციალური დირექტორია. 2020-ში ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი ამ პროექტთან დაკავშირებით უკვე საზეიმო გახსნაზე საუბრის შესაძლებლობა.